ასევე სერიოზული წინსვლა არის სომხეთის ეკონომიკაში. მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ნომინალში სომხეთში დაახლოებით $10,500 არის 2025 წლის მონაცემებით. ცნობისთვის საქართველოში დაახლოებით $11,500. ანუ ხოლო მსყიდველი უნარიანობის პარიტეტით სომხეთში 2025 წლის მონაცემებით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა $27,000-ზე მეტია. საქართველოში დაახლოებით $33,000, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სომხეთი რამხელად უფრო რთულ გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს საქართველოსთან შედარებით და თან რამხელა ომი გადაიტანა, რამხელა ორი ომი გადაიტანა. მართალია ეს პირდაპირ სომხეთ-აზერბაიჯანის ომება და არ შეფასდა და ეს ზემოხსენებული ომები ძირითადად ყარაბაღის ტერიტორიაზე და იმ კონფლიქტურ ზონებში მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მას მაინც დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა ზემოხსენებულ ომებს სომხეთის ეკონომიკაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიკოლ პაშინიანისა და სამოქალაქო ხელშეკრულების პოლიტიკის მეშვეობით სომხეთმა მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ის, რომ მიუხედავად ამ ყველა ფაქტორებისა, ბევრად ნაკლები ეკონომიკური ცხოვრების დონე ერთსულზე გადაანგარიშებით, რომ იანგარიშოთ საქართველოსთან შედარებით სომხეთში არ არის. მიუხედავად უფრო რთული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და იმ ზემოხსენებული ორი ომისა. ასევე სერიოზულად არის გაუმჯობესებული კორუფციის მიმართულებით მდგომარეობა. მას შემდეგ რაც ნიკოლ პაშინიანი მოვიდა გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობაში არის პოლიტიკური პარტია სამოქალაქო ხელშეკრულება. და სომხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს დააფასა. მათ ახსოვთ ის, რომ რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტობისა და სერჟ სარქსიანის პრეზიდენტობის დროს გაცილებით უფრო ცუდი მდგომარეობა რო იყო სომხეთში, როგორც უკვე აღნიშნე, დემოკრატიის, კორუფციისა და ეკონომიკის მიმართულებით. და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი სომხეთისათვის. ხოლო რაც შეეხება გლობალური მასშტაბით რო ვიანგარიშოთ, რო ვილაპარაკოთ, როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მას შემდეგ პუტინის პოზიციები მსოფლიოში უფრო და უფრო სუსტდება. ის კარგავს უფრო და უფრო მეტ პოზიციებს და ამასობაში უკრაინაშიც ვერ იმარჯვებს. შეხედეთ, ვინაიდან მას ხელფეხი შებურკილი აქვს უკრაინაში. მას უკვე არ ყოფნის არც სამხედრო რესურსი, არც ფინანსური რესურსი და არც მორალური რესურსი იმისათვის, რომ განახორციელოს ის პოლიტიკური თუ სამხედრო აქტიურობები მსოფლიო მასშტაბით, რასაც ის უკრაინაში ზემოხსენებული პირდაპირ ფართო მასშტაბიანი და აგრესიული ომის დაწყებამდე ახორციელებდა. და თან შეხედეთ, უკრაინაშიც ვერ იმარჯვებს. უკვე ფაქტიურად ყოველდღიურად მასიურად დაბომბების ქვეშ იმყოფება რუსეთის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი და თან ამასობაში კარგავს პოზიციებს. მას შემდეგ რაც მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან დაკარგა პოზიციები სირიაში, სადაც დაამხეს მისი უახლოესი მოკავშირე ბაშარ ასადი. ვენესუელა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ მანამდე სანამ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა, ის ახერხებდა სამხედრო ძალებით ბაშარ ასადის შენარჩუნებას, თუმცა მას შემდეგ რაც უკვე ის უკრაინაში არის ხაფანგში მომწყდეული, ასე ვთქვათ, უკრაინის ხაფანგში რაც იმყოფება, მან უკვე ვეღარ შეძლო ბაშარ ასადის დაცვა, მას არ ეყო ძალები და ის დაამხეს და ახლა რუსეთში იმალება. ნიკოლას მადურო, მისი უახლოესი მოკავშირე ვენესუელაში, რომელიც ამერიკის მიერ ჩატარებული უპრეცედენტო ოპერაციის შედეგად უკვე ამერიკის ციხეში იმყოფება და ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ვერანაირად მისი დაცვა. ირანში მიმდინარე მოვლენები, როდესაც მისი ირანის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის პუტინის ასევე უახლოესი მოკავშირე, იქ რა მოვლენების ხდება მოგეხსენებათ და ვერანაირ ქმედით დახმარებას ვერ ახერხებს პუტინი მათ მიმართ და აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ პუტინს ახლა ეშინია, რომ თუ კი ირანის მიმართ რაიმე დახმარებას განახორციელებს, ასეთ შემთხვევაში ტრამპი და რესპუბლიკური უმრავლესობა კონგრესში, რომლებსაც თითქმის შეჩერებული აქვთ უკრაინისადმი დახმარება ამერიკის მხრიდან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნები და სხვა დემოკრატიული ქვეყნები ეხმარებიან ახლა უკრაინას და
პუტინს ეშინია რომ თუ კი ის გააღიზიანებს ტრამპს ასეთ შემთხვევაში ტრამპი და რესპუბლიკური უმრავლესობა კონგრესში აღადგენენ უკრაინის დახმარების პროგრამას და ფაქტიურად ვერანაირ დახმარებას რამე მექმედი დახმარებას თავის მოკავშირეებზე ის ვერ ახერხებს როგორც მოგეხსენებათ. მას ჰქონდა ნათქვამი რომ ის ამიერიდან აღარ დაუშვებდა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებას, მაგრამ ის იძულებული გახდა შეგუებოდა ფინეთისა და შვეიცარიის ნატოში მიღებას და განსაკუთრებით ფინეთისას მინდა ხაზი გაუსვა, რომელსაც 1200 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან და მისი საზღვარი გადის დაახლოებით 100 კილომეტრში სანქტ-პეტერბურგიდან, რომელიც არის რუსეთის მნიშვნელობითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი და რუსეთის ყოფილი დედაქალაქი. ასევე მისი მარცხი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, მის მარცხში გულისხმობ იმას, რომ ევროკავშირში მისი მოკავშირე ვიქტორ ორბანი გამანადგურებელი მარცხით დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში და ამითი ვლადიმერ პუტინმა სერიოზული მოკავშირე დაკარგა ევროკავშირში. ახლა ამას დამატებული ეს მარცხი, რომელიც მან განიცადა სომხეთში. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სურდა ნიკოლ პაშინიანისა და პოლიტიკური პარტია სამოქალაქო ხელშეკრულების დამარცხება უკრაინაში, როგორც ხედავთ, ნიშნულოვანი გამარჯვება მოიპოვა ნიკოლ პაშინიანმა და სამოქალაქო ხელშეკრულებამ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში, რაც არის სერიოზული მარცხი პუტინისათვის. და თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც მოგეხსენებათ სომხეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, ანუ სომხეთი, რომელიც ითვლებოდა რუსეთის უახლოეს მოკავშირედ რამდენიმე წლის წინ, უკვე მანამდე მიმდინარე მოვლენებმა და ახლა ამარჩევნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკვე სომხეთის მიმართულებით პუტინმა სერიოზული პოლიტიკური კრახი განიცადა. ახლა თვითონ სომხეთისათვის ეს არის სერიოზული პერსპექტივა იმისათვის, რომ უკვე სერიოზული შანსები გაუჩნდა სომხეთს ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ინტეგრაციისათვის. მაგრამ ამ შემთხვევაში სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა მოხდება საქართველოში, რადგან მოგეხსენებათ, რომ სომხეთისათვის საქართველოს გაუვლით გზა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა, გარდა ამისა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკები არის ძალიან გადამული ერთმანეთზე და მოგეხსენებათ ეს ორი მეგობრული სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანია ორივესათვის ის თუ რა ვითარება იქნება ერთში ან მეორეში. ასევე საქართველოსათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რატომ? იმიტომ რომ შეხედეთ, რაც უფრო მეტ მარცხს იწვნევს ვლადიმერ პუტინი, პოლიტიკური იქნება